ხელისუფლებას მართავს ბიზნეს ელიტა, მილიონერების ელიტა, საქართველოს პოლიტიკა იმართება ბიზნესმენებისგან. აქ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესი არ არის. ბიძინა ივანიშვილის უკან ზურგს უმაგრებს ბიზნეს ელიტა. და ამ ბიზნეს ელიტის ინტერესია დაცული. ხო, კარტელური გარიგებებით ხდება შემდეგ და მონოპოლია აქვს ყველა ბიზნესზე, სადაც ფული იშოვება და მართავენ პროცესს როგორც უნდათ. ბიძინა ივანიშვილი ითვალისწინებს და მთლიანად ეხლა რა ვის ინტერესსაც ითვალისწინებს ბიძინა ბუნებრივია მთლიანად მთავრობა მათ ინტერესს ითვალისწინებს. ფაქტიურად ეს ქვეყანა გაპიროვნებული აქვს თვითონ არიან თავისი ინტერესებით მართავენ ქვეყანას. აქ არავის არ აინტერესებს, ნუ რავის იმის ილუზია ნუ ეკნება, რომ აქ საშუალო და დაბალი ფენისთვის რაიმე სიკეთისკენ შეიცვლება. ნურც იმის ილუზია აქვს, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებაშია, ნაცებს დაასრულებენ, კოლექტიურ ნაცებს. არ დაასრულებენ, შეიძლება პარტია ნაცმოძრაობის გაუქმება მოხდეს რაღაც მომენტში, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ის ხალხი, ვინც არის. არ არის პრობლემა, კაცო, 1000-ზე მეტი პარტია აქვს ქვეყანაში და ნებისმიერ პარტიას აიღებენ და იქ გაწევრიანდებიან და იქ შევლენ და მაინც ეს გუნდი იქნება. ან სულაც ახალ პარტიას შექმნიან. არც მაგია პრობლემა. ანუ საერთო ჯამში პოლიტიკიდან ამ ხალხს არ ჩამოაცილებს ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი. იმიტომ რომ ბუა სჭირდებათ. უბრალოდ ეს გარკვეული პერიოდი ძალიან მძიმე იქნება ხალხისთვის და ქვეყნისთვის, სანამ ესენი ხელისუფლებაში იქნებიან. ადრე თუ გვიან, ყველა შემთხვევაში კონსერვატორები მოვლენ ხელისუფლებაში. ეს გარდაუვალი შეუქცევადი პროცესია. ამას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს. უბრალოდ აქ არის იმაზე საუბარი, თუ რამდენად ადრე მოხდება, რაც ადრე მოხდება, მით ადრე იქნება ამ ქვეყნის და ხალხის საშველი. რაც გვიან გამოფხიზლდება ხალხი, მით უფრო გვიან მოხდება და მეტ პრობლემებს დატოვებენ. რომელი პრობლემების მოგვარებასაც მერე მეტი შრომა და მეტი ძალისხმევა სჭირდება და მეტი დრო. თორე ყველა შემთხვევაში კონსერვატიული ძალა მოვა ხელისუფლებაში. ის კონსერვატორები არა, ვითომ რო კონსერვატორობდნენ და ბოლოს ნიღაბი რო ჩამოეხათ და აღმოჩნდა რომ სინამდვილეში ბიძინას ჯიბეზე ყოფილან კუჭით მიმულები. ისინი არა, ნამდვილ კონსერვატორებს გულისხმობ. ხალხს მიუმართავ, ბიჭებო, თქვენ არა, თქვენ ისედაც იცით, რომ ესე იქნება. ხო და უბრალოდ ხალხი უნდა გამოფხიზლდეს. არაფერი რეალურად ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ არ შემოbrunდება, ვერ შემოაბრუნებენ. მართლა გეუბნებით, რომ მოინდომოს ქართულმა ოცნებამ, ვერ შემოაბრუნებს ხალხის საკეთილდღეოდ პროცესებს, იმიტომ რომ ბიზნეს ელიტა, მილიონერების ელიტა მართავს მთლიანად პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყანას. მილიონერები მართავენ და მათი ბუნებრივი მდგომარეობა არის მოგებაზე აზროვნება. პირად მოგებაზე აზროვნება. მათ არ აქვს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესი. კი, შეიძლება რაღაც დონეზე ეროვნულ თავისი ერი უყვართ, სამშობლო უყვართ, მაგრამ იმაზე მეტად არა, რამდენადაც მათ მოგებაზე აქვს გათვლილი მთლიანად, მათი ფსიქოლოგია ესეა მოწყობილი. რა თქმა უნდა. არ იქნება სასიკეთოდ ქვეყნისა, სანამ არ ჩამოვაცილებთ ამ ხალხს. ამ ხალხის ჩამოცილება უნდა მოხდეს რეალური კონსერვატორებით და ესეთები მხოლოდ დღეს ერთადერთი ძალაა კონსერვატორები საქართველოსთვის, ალტინფოს ბიჭებს უეძახიან, სხვა ძალა რეალურად ამ ქვეყანაში არ არსებობს. დანარჩენი ყველა ფაქტიურად იყო ბუტაფორია, ფსევდო კონსერვატორები, რომლებმაც მერე თვითონ ჩამოიხიეს უკვე ნიღაბი და გამოჩნდა რომ სინამდვილეში ვინ ყოფილან ორ კაპიკზე გაყიდულები, მათ შორის ზოგი მათგანი ჩვენთან კონსერვატორებთანაც ასოცირდებოდა გარკვეული პერიოდი, მაგრამ მერე კი ჩამოეხათ ნიღაბი და რა ვიცი, ერთი არასწრდეთ, რაც ხალხისგან მიიღეს მაგ ხალხმა. და მაგ პიროვნებებმა თუ ასეთი პიროვნება შეიძლება ასეთ ადამიანს უწოდოთ.